გასაგებია, რომ იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც თქვენ მანქანების წართმევის, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მანქანების წართმევის შედეგად, ციხეში მოხვედრის შედეგად თქვენს ჯანმრთელობას მიადგა, შესაძლებელი შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი დისკუსია დღეს, მაგრამ მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, თუ რასთან ქონდა საქმე. ამაზე ბატონი ჯონდიც თავიდან საუბრობდა, რომ ქმარი იყო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა. ეს გახდა ჩინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფი. კოდუას მეუღლე ნანული ნანუკა ჟორჟოლიანი იყო რუსთავიორის ჟურნალისტი, რუსთავიორისა, რომელიც თავის მხრივ იყო მიტაცებული და წართმეული კანონიერი მესაკუთრისათვის და ქმარი დაკითხავდა ბატონ ჯუმბერ ბუზალაძეს, წართმევდა რა მანქანებს, ცოლი შემოვარდებოდა ჯერსტი საგამოძიებო მოქმედებისთვის განკუთვნილ ოთახში ჟურნალისტი ესე ვერ უნდა ვარდებოდეს კამერით, მაგრამ ცოლისთვის როგორც ჩანს ყველაფერი იყო დაშვებული და ამ ცოლმა, რომელიც დღეს ბევრს კაკანებს, ასე ვიტყოდი, ტელევიზიით და არ მხოლოდ ტელევიზიით, ფონდებს ქმნის იმისათვის, რომ ფული გაათეთროს სავარაუდოდ და აფინანსებს გარედან ცდილობს ქვეყანაში მავნებლობები და რევოლუციები დააფინანსოს წარუმატებლად. ის შემოვარდა და თქვენ ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიუხედავად გააშუქა, თითქოს თქვენ იყავით იაპონელი მაფიოზი, იაპონელ მაფიოზებთან შეკრული. შემდეგ მოხვდით 1 წლით ციხეში და დაგეზიანდათ ჯანმრთელობა. ეს არის ის ფაბულა, ახალგაზრდებმა რო კარგად მოისმინონ, ვინც ნანული ნანუკა ჟორჟოლიანის ლობიანებს მიირთმევენ ქუჩაში, რომ თქვენ გაგაუბედურათ ამ ოჯახმა. ეს რა თქმა უნდა მოხდება ჩვენს დასკვნაში, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.